სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას სვას ნოე და უბრალოდ ყურადღება მიიქცია. შემდეგი კითხვის დამცველი სომეხი იქნება, მიაქცეთ ყურადღება და უბრალოდ მინდა აღნიშნო, რომ სახელები, ნახეთ, რაც ჩამოვთვალე, ხო, მანამდე მიხვდით, ხო, რომ სულ ბიბლიურია და გასაკვირი არ არის. მიუხედავად იმისა, წარმართული იყო ბრიტანეთი, იცით ხომ? და სახელები შეიძლება მოვძენოთ ბრიტანული სახელებიც, რომელიც დღეს აქტუალურია, ხო? შეიძლება რობერტი, გახსოვთ ხომ, ედვარდი, რიჩარდი, მე მგონი ესენი არ გვხვდება ბიბლიაში, ძალიან ცნობილი ინგლისური სახელები, მაგრამ მაინც ძალიან დომინირებენ, იცით, პეტრე, პავლე, იოანე და ჩვენთან პეტრე, პავლე დასაცინი იყო. მე მახსოვს, ჩემი ფიზიკის მასწავლებელი ლამაზინებზეც ვახსენე, რუბენ ბეჟანიშვილი. მეგონა ეს სომხური სახელი იყო. ამ დროს თურმე რეუბენი, ეს პირველი ვაჟი არის, იცით, პირველშობილი ვაჟი არის იაკობის 12 ტომიდან და ძალიან ცნობილი სახელი არის. ასევე ბევრი სომხებში წაიგითხავთ, რომ ბევრი უფრო არის ბიბლიური სახელები, ვიდრე საქართველოში. ესეც რაღაცაზე მეტყოლებს, ასევე რუსეთშიც. იცით, რომ რუსეთში უფრო ბევრი არის ბიბლიური სახელები, ვიდრე საქართველოში. მათაც აქვთ ხომ თავისი წარმართული სახელები, რაც გადმოვიდა და ჩვენთან ახლა უფრო დომინირებს, ხო, ეს ნუგზარი, ჯემალი, რა ვიცი, ლამზირა, ხო, თუნდაც გოჩა, რეზო, ესენი უფრო წარმართული სახელებია, ეს არ არის ბიბლიური სახელები. და ნახეთ, თუ შეხვალთ ანგლო-საქსურში და აღავლაპარაკობ ხოლმე ჩინელებიც, ჩინელებიც უკვე რომ ირქმევენ ქრისტიანულ სახელებს. და არის ერთ-ერთი უბანი აქ ჩვენთან ტორონტოში, ალბათ ყველაზე საუკეთესო უბანი, არ გადავაჭარბებ ამას. უბნებად არ იცით ხომ, ყველა ქალაქებს აქვს, სადაც უფრო ეთნიკური უმრავლესობები ჭარბობენ. და გარკვეულწილად შეჯიბრიც არის. და არის ესეთი უბანი მარკემი, და არის რიჩმონდ ჰილიც, მაგრამ უფრო მარკემი, სადაც დომინანტურად შეიძლება 90% ჩინელი ცხოვრობს. რიჩმონდ ჰილს შეიძლება ნახევარი-ნახევარზე იყოს. მაგრამ გეუნებით აი ესე ალოკავთ ადგილებს ისეთი სუფთად არის შენახული. იგივე ფინანსები ყველას აქვს, ხო, ყველა უბნებს. და სადაც ნახავთ ეს უფრო აზიელები არიან, ხო, და მუსლიმანებიც უნდა თქვა. ყველგან არის ძალიან დიდი, ესე თქვათ, ნაგვები. ვერაუდის ქალაქის დამლაგებელთა დასუფთავების ისა რომ აალაგოს. ასევე ამოდიხარ თუ არა ჩარლსონი გზიდან გვერდებზე არის მიჩნევა, რომ $500 არის ჯარიმა და ყველა ყრის როცა ელოდება შუქრიშანთან ნაგვებს უნდა ნახოთ. მე მაგას ვაკვირდებინო, რომ გზებზე მიწევს სუსიარული. და გეუნებით აი ჩინელები ურთიერთობაშიც იმ დღესაც ამოვიდნენ ჯგუფი იყო ბავშვების, ალბათ 3-4 წლის, 5 წლის. აი ყველა მადლობა მომიხადა. საოცარი იყო რომ მასწავლებლები კარგადაც ვერ ლაპარაკობდნენ ინგლისურად. ეთყობა შობლემა სპეციალურად აიყვანეს ესენი, ახალ ჩამოსული ჩინელები, რომ ჩინური ენაც არ დააკარგვინონ. და ეს არის უფრო ქრისტიანი ჩინელები, ჰონკონგიდან, თაივანიდან წამოსულები. და შემდეგ ახალი თაობაც მოდის. ხედავთ, ამ შერევამ, რაც იყო ჰონკონგის შერევამ, ხო, შეზავება. ნახეთ რა კარგი ის გამოიწვია, როცა ბევრს ეშინოდა. და უკვე ბაძავენ კიდევაც ისინი, სახელებსაც ირქვავენ, სახელებზე გამახსენდა ეს ზუსტად. ახლა მოდით მოусმინოთ რა ინტერესებს ნოეს, ბატონ ჯონისაგან, ლაპარაკია ცოლქმრულ ურთიერთობაზე. ბატონო პასტორო, როგორ შეიძლება რჩევა მიცეთ უფლის სიტყვის სტუდენტს, ეს ძალიან ცნობილი გამოთქმა არის ინგლისურ სამყაროში, რომ სტუდენტად იმასშრებიან, თვითონ უორენ ვისმითს თავის თავს უწოდებს ბიბლიის სტუდენტი, ღმერთის სიტყვის სტუდენტი. რათა პრაქტიკულად შეისწავლოს მისი როლი როგორც ქმრის, ან ცოლის, ან თუნდაც მრჩევლისა, იმ ოჯახის წევრების, რომელთა ქორწინებაც არასახავს ქრისტეს ხასიათს. და მეც ესე დავახასიათე ქრისტეს პიროვნების გამოხატვა. რას ურჩევდით ცოლქმარს, რომელთა ქორწინებაც არ არის ქრისტეს პიროვნების გამოხატვა. ხასიათი შეგიძლია პიროვნება, ქარაქტერი ქვია, შეიძლება ყველანაირად გადავთარგმნოთ ესე. და ჯონ მაკარტური პასუხობს. ესე იგი, როგორ შეგიძლიათ განავითაროთ ეს უნარები, ამას კითხულობთ ხომ? და პიროვნება ასახელებს ბიბლიურ მუხლებს. მე ვიცი, რომ ეფესელთა მე-5 თავის 22-დან 6-4-ის ჩათვლით, რომ ყველაფერი ამაზეა. მაგრამ რა იქნებოდა პრაქტიკული გზა? ან თქვენ ცხოვრებიდან რა რჩევას მოგცემთ?
რას გააკეთებდით ყველაფერს, რა არის ამის პრაქტიკული გამოყენების გზა. და ჯონ მაკარტური არიბნება როგორც ყოველთვის და პასუხობს. ამისათვის ბევრი რესურსი არსებობს. როგორც წიგნები, მეც დავწერე ესეთი წიგნი, არის წიგნის მაღაზიაში ბევრი რჩევები ქორწინებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მინდა ძალიან მარტივად გიპასუხოთ ამაზე. პირველი, თქვენ უნდა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით და მეორე, და ეს არის ჯულის აღსრულება, თქვენი მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. ასე რომ მთელი ქრისტიანული ცხოვრება არის ღმერთის და თქვენს გარშემო ადამიანების სიყვარული. და ეს არ არის რთული. ასეთი სიყვარული არის მსხვერპლ შეწირული, უანგარო სიყვარული. და ამის უმარტივესი ილუსტრაცია იონეს 21 თავი. გახსოვთ აღმდგარი იესო ქრისტე, როდესაც ეცხადება თავის მოწაფეებს. სადაც პეტრე კვლავ შეცდომას უშვებს, იმიტომ რომ მას უთხრეს, რომ ის გალილეაში უნდა წასულიყო. და ამის მაგირად რას აკეთებს? ის უნდა წასულიყო იქ და დალოდებოდა დავალებას მსახურებისათვის. და ამის ნაცვლად ის იწყებს თევზაობას და მიყავს თავისი მეგობრები. 7-ვე მოწაფე თევზაობას უბრუნდება. ეს მისი მხრიდან სერიოზული დაუმორჩილებლობაა. რაშიც სხვებიც აიყოლია. და ამიტომ უფალი მას უპირისპირდება და უსვამს სამ კითხვას, რომლებიც სამჯერ ერთი და იგივე მეორდება. გიყვარ ვარ, პეტრე? გიყვარ ვარ? გიყვარ ვარ? გახსოვთ ხომ? ანუ სასწორზე დევს მომავალი ეკლესიის განვითარება, ღმერთის გეგმა. და ჩვენ ვიცით, რომ პირველ 12 თავში მოციქულთა საქმეების ყველაზე დიდი მქადაგებელი არის პეტრე, დაწყებული სულთმეფონების დღიდან. სანამდე ჩვენ არ მივალთ მე-12 თავამდე. აქ ყველაფერი პეტრეს ირგვლივ ტრიალებს. ასე რომ ბევრი რამე იდო სასწორზე, როდესაც პეტრე არ არის მზად. ამიტომ უფალ სურს, რომ მოამზადოს იგი საქადაგებლად. და უნდა რომ პეტრემ შეასრულოს მსახურება. და აქ ყავს ესეთი ადამიანი, რომელიც ბევრჯერ შეცდა, როცა იესოს გახსოვთ არ იცნობდა მან უარყო ეს. მან დაკარგა თავდაჯერებლობა, არენდობა საკუთარ თავს და უფალი ეკითხება მას: გიყვარ ვარ? კიდე უმეორებს გიყვარ ვარ? და კიდე უმეორებს მესამეჯ გიყვარ ვარ? ეხლა არ მინდა მე ამ საუბრის დეტალებში შევიდე, მაგრამ ეს არის მარტივი გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ქრისტეს მიმდევარი. ესე იგი, თუ იესო გიყვარს, დაიცავ მის ცნებებს. თუ გიყვარ ვარ, გეუბნება იესო ჩვენც, შეასრულებ ჩემ ნებას. თუ გიყვარ ვარ, პატივსცემ ჩემს სახელს. თუ გიყვარ ვარ, გააკეთებ იმას, რაც სიამოვნებს და განმადიდებს. და იგივეა ქორწინებაშიც. ეს არ არის რაღაცა ფსიქოლოგიური, რაღაცა ტექნიკა, რაღაცა თვით დაჯერების. ეს თქვენი ზოგიერთი ჩვევის გადახედვა არის. ამიტომ ყველა ჩვენი ურთიერთობის მამოძრავებელი ძალა არის სიყვარული. და თუნდაც ქორწინებაზე ეს ვრცელდება. და ჩვენ საუბრობთ უფრო მიღმა სიყვარულზე, ვიდრე ეს რომანტიკული სიყვარულია. ჩვენ საუბრობთ თავგანწირულ უანგარო სიყვარულზე, რომელიც არ არის ეგოისტური. და როდესაც მე ჩემს მეუღლეზეც ვფიქრობ, ანალოგიურად ალბათ თქვენც, პატრიციაზე, მე შეგნებულად ვფიქრობ, რა შემიძლია გავაკეთო, რომ მას ვასიამოვნო, მას სიხარული მოუტანო, რა მოუტანს მის სარგებელს. და მე ამის გაკეთება მინდა, ამას არ ვაძალინე ჩემ თავს. ამის გაკეთება მიხარია. რაც არ უნდა იყოს ეს. მე მინდა ამის გაკეთება და მხოლოდ ამის და არაფერი ამის გარდა. ასე რომ ეს არის უანგარო გაცემის მუდმივი პროცესი თქვენი პარტნიორის სულიერი სარგებლისათვის. ეხლა ზოგიერთები ცდილობენ რაღაცა პატარა ხრიკებით შეალამაზონ თავიანთი ურთიერთობა და
პაემაზე მიყავთ, შეიძლება კვირაში ერთხელ რაღაცას აკეთებენ ამას. მაგრამ ეს არაფერს არ შველის. ამას ყოველთვის ვერ გააკეთებთ. თქვენ ჭეშმარიტ ურთიერთობას ის კი არ აქმნის, რასაც თქვენ პაემაზე აკეთებთ და იქ რაღაცას შეიძლება ეს როლიც ითამაშოთ, ან დააძალოთ თქვენ თავს. არამედ ის, რასაც თქვენ პაემანის გარეთ ჩვეულებრივ რუთინულ ყოველდღიურ ურთიერთობაში აკეთებთ. მე არა ვარ წინააღმდეგი პაემანის, მაგრამ თქვენ პაემანის გარეთაც ისეთი უნდა იყოთ, რასაც თქვენ იქცევით პაემანზე. ამიტომ გამუდმებით თქვენ უნდა ილოცოთ, სხოვოთ უფალს, რომ მოგანიჭოს უფრო და უფრო მეტი სიყვარული თქვენი მეუღლის მიმართ, როცა ლაპარაკი ახლა ქორწინებაზე და ანალოგიური ნებისმიერ ადამიანის ურთიერთობაზე, რათა გიყვარდეთ მოყვასი, უზომოდ, პირობების გარეშე, უპირობოდ, როგორც თქვენი მოყვასი და მაშინ შედის პარტნიორი, შვილიც, ყველანი, როცა ამბობს მეორე მცნებას იესო. როგორც საკუთარი თავი. და ყველაზე უახლოესი მოყვასი და მეზობელი, neighbor, არის ის, ვინც თქვენ სახლშია, თქვენს გვერდზე. კიდევ ერთხელ ილუსტრაციის მოსაყვანად მახსოვს წავიკითხე ილუსტრაცია ერთ კაცზე, რომელსაც 400 ფორტეპიანო ჰქონდა, რომლებიც ზუსტ მელოდიაზე უნდა დაეყენებინა მას და მოემართა. თავიდან მან სადა 400 ფორტეპიანო ერთმანეთთან შესაბამისად დაერეგულირებინა. და შემდეგ კი ვიღაცამ კამერტონი მიუტანა მას. და როცა კი ყველა კამერტონზე აიწყო, ყველა ერთმანეთზე აეწყო, ანუ სტანდარტი მიაწოდა პიროვნება მას, იარაღი. ასე არის ქრისტეს შემთხვევაშიც, თუ ჩვენ მოახდენთ ჩვენს ფოკუსირებას ქრისტეს სიყვარულზე, მის მოწოდებაზე გიყვარდეს შენი ცოლი, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია. და თქვენ უნდა გიყვარდეთ ის ძალიან უანგაროდ. ყველაფერი აბსოლუტურად თავის ადგილზე დადგება მერე. და ამ გზით თქვენ წაახალისებთ ადამიანებს და აქეთკენ მიუთითებთ მათ, თუ რჩევას აპირებთ ვინმეს გაუკეთოთ. ეს ყველაფერი, ეს სიყვარული ღვთის სიტყვაში უფალთან ზიარება არის. ღვთის ხალხთან, ქრისტიანებთან ურთიერთობაში და ღვთის სიტყვის მოსმენა, სადაც ამას ასწავლიან. იქ უნდა ტრიალებდეს ეს წყვილი, თუ უნდათ რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი ქრისტეს ხასიათის სიყვარული. გვადლობთ პასტორ ჯონ, ჩვენ ყველანი თქვენთვის ლოცულობთ. ძალიან დიდი მადლობა.